მოკლედ, ეს ის პერიოდია ყველა მოსწავლის ცხოვრებაში და ყველა ადამიანის ცხოვრებაში, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია იცოდნენ ყველა ის დეტალი, რაც უკავშირდება გამოცდებს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაციას აპრილიდან იწყებს. რეგისტრაცია 1 თვეს გრძელდება. თავად ერთიანი ეროვნული გამოცდების წესში ცვლილებები შევიდა, თუმცა გამოცდების ჩატარების საერთო კალენდარი უცვლელი დარჩა. ჩვენი სტუმარია შეფასებისა და გამოცდების ცენტრის დირექტორი თამარ მემენიშვილი, რომელიც სწორედ ამ ცვლილებებზე ისაუბრებს. მოგესალმებით, თამარ, მადლობა, რომ ხართ ჩვენთან ერთად. დავგზავნით. კითხვები ძალიან ბევრია, იმიტომ რომ მოსწავლეები საკმაოდ აქტიურად არიან ახლა ამ პროცესებში ჩართული. რეგისტრაცია ჯერჯერობით არ დაწყებულა, ხო? პირველ რიგში ალბათ გითხარით, რა შეიცვალა ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების წესში ცვლილებები, როგორც ვიცით, წელს ძალიან ბევრია. მოგესალმებით. პირველ რიგში მადლობას მოგახსენებთ ამ საკითხებით დაინტერესებისთვის და ჩემი მოწვევისთვის. და მთავარ ცვლილებებზე გავაკეთებ მაშინ აქცენტს. პირველი მნიშვნელოვანი ცვლილება, რაც ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების წესმა განიცადა, არის ის, რომ ეგრეთ წოდებული საგრანტო კონკურსი აღარ გვაქვს, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით უმაღლესი განათლების ორივე საფეხურზე, ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საფეხურებს გულისხმობს სწავლა სრულად დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ. ეს არის პირველი მნიშვნელოვანი ცვლილება, რაც გამოიწვია აღნიშნულმა რეფორმამ. მეორე ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება, რაც წელს მოქმედებს საგამონაკლისო წესით, არის ის, რომ საბაკალავრო პროგრამებთან ერთად წელს პირველად აბიტურიენტებს შეუძლიათ აირჩიონ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, რა თქმა უნდა, მათი სურვილის და ინტერესის შესაბამისად. და აქაც დავაზუსტებ, ძალიან ბევრი კითხვა შემოდის მუდმივად ჩვენთან, პროგრამების არჩევის შემთხვევაში აბიტურიენტის შეზღუდული არ არის, იქნება ეს საბაკალავრო პროგრამები თუ იქნება ეს პროფესიული მიმართულების პროგრამები, ნებისმიერი მისთვის საინტერესო პროგრამების არჩევის შესაძლებლობა აქვს მას. დიახ, თამარ, რაც შეეხება პროფესიულ მიმართულებას, ეს შეუძლია მე-12 კლასს დამთავრებულ ადამიანსაც აირჩიოს და ასევე მე-9 კლასსაც, როგორც მახსოვს, როდესაც ასრულებდნენ, იყო შესაძლებლობა რომ აირჩიათ. ამ მიმართულებით ხომ არ არის რაიმე ცვლილება? წელს, როგორც იცით, გამონაკლისი არის, როგორც უკვე აღვნიშნეთ, თუმცა ეს საგამონაკლისო წესი შეეხება მხოლოდ მე-4 და მე-5 დონის პროგრამებს, პროფესიულს. ეს არის ის პროგრამები, სადაც აუცილებელი არის, რომ აბიტურიენტს დასრულებული ქონდეს უმაღლესი, უკაცრავად დასრულებული ქონდეს 12 კლასი. ანუ 12 კლასს დამთავრებული აბიტურიენტებისთვის არის გათვალისწინებული ეს პროგრამა. როდის იწყება რეგისტრაცია და რა დროა გასაზღვრული ამისთვის, ესეც საინტერესოა. რეგისტრაციას წელს ვიწყებთ ჩვენ აპრილის დასაწყისში, თუმცა რეგისტრაციას წინ უსწრებს ასევე ცნობარის გამოქვეყნება. აქ გვაქვს ჩვენ ორი ცნობარი, ეს არის აბიტურიენტის ცნობარი, ეგრეთ წოდებული, რომელიც მოიცავს საბაკალავრო და პროფესიულ პროგრამებს და მეორე არის მაგისტრანტობის მსურველ კანდიდატთა გზამკვლევი, ეგრეთ წოდებული, სადაც მოხსენიებული არის და სრული ჩამონათვალი არის ყველა იმ სამაგისტრო პროგრამების, სადაც შეუძლია აბიტურიენტს არადა საბაკალავრო საფეხურზე ის სტუდენტს დამამთავრებელ საფეხურზე მყოფ სტუდენტს რომ მიიღოს მონაწილეობა და შეარჩიოს შესაბამისი პროგრამა. ქალბატონ თამარ, როდის ჩატარდება გამოცდები და როდის დასრულდება? ეგეც ძალიან მნიშვნელოვანია. ესეც ძალიან აინტერესებთ ხოლმე ჩვენს აბიტურიენტებს. ბევრი საინტერესო რამ არის, ხო? ამ ნაწილში ცვლილება არ გვაქვს, როგორც მოგეხსენებათ, ყოველთვის ტრადიციულად ივლისში ტარდებოდა ხოლმე გამოცდები და წელსაც ტრადიციულად გამოცდები ისევ ივლისში ჩატარდება და გამოქვეყნებითაც იგივე კალენდარი გვაქვს, ასე ვთქვათ, როგორც ქვეყნდებოდა დაახლოებით აგვისტოს ბოლო ქონდა ხოლმე ორიენტირად აღებული. შესაბამისად, ეხლაც ამ დედლაინს არ გავცდებით და როგორც წინა წლებში ამ წელსაც აგვისტოში იქნება ინფორმაცია ჩვენს ვებგვერდზე გამოქვეყნებული. დიახ, ქალბატონ თამარ, რეგისტრაციის პროცესს დაუბრუნდებით ძალიან მოკლედ თუ შეიძლება. მე როგორც მახსოვს, ადრე იყო შესაძლებლობა ორ ეტაპად დარეგისტრირების და ასევე იმ საგნის შეცვლის, რომელიც მოსწავლეს ექნებოდა არჩეული. ამ მიმართულებით ხომ არ არის რაიმე ცვლილება საგნების არჩევასთან დაკავშირებით და რეგისტრაციის ეტაპებთან დაკავშირებით? დიახ, მოგახსენებთ.
საგნების არჩევასთან დაკავშირებით, ანუ პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით ერთიანი ეროვნული გამოცდების წესცვლილებები არ განუცდია. შესაბამისად, როგორც მანამდე რეგისტრირდებოდნენ აბიტურიენტები, არჩევდნენ მათთვის სასურველ საგნებს, პრინციპი წელსაც იგივე არის. თუმცა თქვენ რასაც გულისხმობთ, ეს არის ის შემთხვევა, როდესაც ჩვენ რეგისტრაციისთვის გვაქვს განსაზღვრული ერთთვიანი ვადა, ამ ერთი თვის მანძილზე აბიტურიენტი ირჩევს საგნებს, ირჩევს პროგრამებს, შეუძლია ამ პროგრამების ცვლილება, თუმცა ერთთვიანი პერიოდის შემდეგ ის ახალ საგანს ვეღარ არჩევს. ანუ ერთი თვე აქვს იმისათვის, რომ შესაბამისი საგნები შეარჩიოს, თუმცა პროგრამების ცვლილებას რაც შეეხება, პროგრამების ცვლილება მას შეუძლია, როდესაც უკვე გამოცდები დასრულდება, აპელაციის შედეგები გამოქვეყნდება, აი იმის მომდევნო დღის 6 საათამდე შეუძლია, რომ პროგრამები ისევ შეცვალოს და დაამატოს. ეს პერიოდი სადღაც აგვისტომდე პერიოდი არის, აპრილიდან მოყოლებული და შეუძლია დაუშვათ განსხვავებული არჩევანი გააკეთოს, ახალი პროგრამები დაამატოს, თუმცა საგნები, რაც მას აქვს არჩეული და რაშიც აქვს გამოცდა ჩაბარებული, რა თქმა უნდა, ამ საგნებს უკვე ვეღარ შეცვლის. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცვლილება ალბათ არის ის, რომ წელს პირველად სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა თავიდან ბოლომდე ფინანსდება. რას ნიშნავს ეს პრაქტიკაში? ზოგადად ეს არის საინტერესო. დიახ, პრაქტიკაში ეს ნიშნავს იმას, რომ თუ წინა წლებში სახელმწიფოს ჰქონდა ისევ დასაწყისში, როგორც ვახსენე, ეგრეთ წოდებული საგრანტო კონკურსი ეძახიან ხოლმე აბიტურიენტები. კი, თავისი შედეგების გათვალისწინებით აბიტურიენტი იღებდა შესაბამის დაფინანსებას. ეს შესაძლებელია ყოფილიყო 100%-იანი დაფინანსება სახელმწიფოს 50-70. ეხლა ამ შემთხვევაში სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ 100%-ით იმ პროგრამებზე, რომლებსაც ახორციელებენ მხოლოდ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში იქნება ეს ბაკალავრიატის საფეხური, მაგისტრატურის საფეხური, თუ ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის კიდევ ქართულ ენაში მომზადების პროგრამა, რომელსაც საზოგადოება 1+4 პროგრამით უფრო კარგად იცნობს. ამ შემთხვევაშიც დაფინანსება აქაც სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ, ოღონდ ესეც შეეხება მხოლოდ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს სასწავლებლებს და არც ის პრინციპი არ შეცვლილა, რომ როდესაც აბიტურიენტი აი ამ ერთ წელს დაასრულებს, ის ბაკალავრიატის საფეხურზე ასევე 3 წელი იქნება თუ 4 წელი იქნება, სრულად დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ. დიახ, ალბათ თამარ თქვენი ახლა საუბრის დროს ახსენეთ ქართულ ენაში მომზადების პროგრამაც და როგორც გვაქვს ჩვენ ინფორმაცია, 3 კატეგორიად არის დაყოფილი საგანმანათლებლო პროგრამები. მაყურებელს რომ უთხრათ უფრო ვრცლად, რომელ კატეგორიებად არის დაყოფილი ეს პროგრამა? თქვენ ალბათ გულისხმობთ თვითონ რეგისტრაციის პროცესში, ჩვენ რადგან წელს გვაქვს სიახლე და დაემატა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, აბიტურიენტი რომ შეცდომაში არ შევიდეს, იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული კოლეჯების გარდა ასევე შეუძლიათ აირჩიონ კერძო კოლეჯები, რომლის სახელწოდებიდან ხშირად არ იკითხება ხოლმე, რომ ეს კოლეჯი არის, იმიტომ რომ ამ არჩევანში მათ თავისუფლება აქვთ. ცენტრმა გააკეთა ის, რომ საბაკალავრო პროგრამები იქნება მონიშნული სხვა ფერად და ასევე ასარჩევად ცალკე იქნება გამოტანილი ბანერი, რომ შეცდომაში არ შევიდეს აბიტურიენტი, პროფესიული პროგრამების შემთხვევაში ცალკე ბანერი იქნება, ქართულ ენაში მომზადების პროგრამაში ცალკე ბანერი იქნება შესაბამისი ფერებით. შესაბამისად ის მისი სურვილის მიხედვით აირჩევს როგორც საბაკალავრო პროგრამას, აირჩევს ასევე პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას. აი შეუძლიათ თუ არა აბიტურიენტებს პროგრამების არჩევა შეუზღუდავი რაოდენობით, ესეც საინტერესოა. დიახ, აბიტურიენტს შეუძლია აირჩიოს შეუზღუდავი რაოდენობით პროგრამები. ეს იქნება სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პროგრამა, იქნება კერძო სასწავლებლის პროგრამა, იქნება სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული პროფესიული კოლეჯის პროგრამა, თუ იქნება ასევე კერძო პროფესიული კოლეჯის პროგრამა. ამ შემთხვევაში რაოდენობაში აბიტურიენტები შეზღუდული არ არიან არჩევანის გაკეთების დროს. კი ბატონო, ქალბატონო თამარ, რა არის ყველაზე გავრცელებული შეცდომები, რომელსაც აბიტურიენტები უშვებენ დარეგისტრირების დროს? და საერთოდ შეუძლიათ მიიღონ მათ დამატებითი ინფორმაცია.
დამატებითი ინფორმაციის მიღება აბიტურიენტს ყოველთვის შეუძლია ჩვენი ცხელი ხაზის მეშვეობით, შეუძლიათ Facebook-ის მეშვეობით მოგწერონ კითხვები და გავცეთ პასუხი. ასევე ჩვენ დავიწყებთ უკვე აპრილის დასაწყისიდან ღია კარის დღეების ჩატარება, სადაც ბევრ პროცესუალურ საკითხთან ერთად მათ შეუძლიათ პასუხი მიიღონ ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით რეგისტრაციის პროცესს, რაც შეეხება და ამიტომ ამ კუთხით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ყოველთვის მზად არის, რომ თითოეულ დასმულ კითხვას უპასუხოს. რაც შეეხება ხშირად დასმულ შეკითხვას, ყველაზე ხშირად დასმულ შეცდომას ეს ერთთვიანი პერიოდი, რაც ჩვენ გვაქვს რეგისტრაციისთვის განკუთვნილი, გულისხმობს იმას, რომ აბიტურიენტ შეუძლია ეტაპობრივად გაიაროს რეგისტრაციის პროცესი. პირობითად დღეს გააკეთოს არჩევანი რამდენიმე საბაკალავრო პროგრამაზე, ხვალ დაამატოს პროფესიული პროგრამები და ასე შემდეგ. თუმცა აუცილებელი და მთავარი გასათვალისწინებელი ფაქტორი რაც არის, აუცილებლად შენახვის ღილაკს უნდა დააჭირონ ხელი. იმიტომ რომ ხშირად მოსდით ეს, რომ აი თუნდაც ივლისში, აგვისტოში პროგრამების დაპრიორიტეტებას, როდესაც ახდენენ შენახვის ღილაკს თუ არ დააჭირა ხელი აბიტურიენტმა, პროგრამას რა თქმა უნდა დამახსოვრების შესაძლებლობა არ აქვს. და ერთსაც აქვე დავამატებ, როგორ უნდა მიხვდეს აბიტურიენტი, რომ რეგისტრაცია წარმატებით გაიარა. ამისათვის მას მის მიერ მითითებულ მობილურის ნომერზე მოუვა SMS შეტყობინება, რაც დაადასტურებს, რომ მან რეგისტრაცია წარმატებით გაიარა. ქალბატონ თამარ, იმ შემთხვევაში თუ მოსწავლეს შეეშალა რაიმე რეგისტრაციის დროს, მაგალითად პირადი ნომერი შეიყვანა არასწორად და ასე შემდეგ და ეს უკვე დაადასტურა. შესაძლებელია თუ არა აი ამ ყველაფრის გამოსწორება და რა ვადაში არის ამის გამოსწორება? მთავარი თხოვნა ჩვენი რაც არის აბიტურიენტებისადმი არის ის, რომ აუცილებლად ძალიან ყურადღებით გაეცნონ იმ ინსტრუქციას, რაც გამოქვეყნდება ვებგვერდზე რეგისტრაციის დაწყებამდე, სადაც ყველა მონაცემზე, რასაც პროგრამაში აბიტურიენტი განახორციელებს, თვითონ არის პასუხისმგებელი. პირადი ნომრის დაფიქსირება ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენთვის, ამიტომ აი ამ დეტალებს აუცილებლად ძალიან დიდი ყურადღება უნდა მიაქციონ და ძალიან გულდასმით და ყურადღებით უნდა გაეცნონ იმ ჩვენს წესებს და ინსტრუქციებს, რაც რა თქმა უნდა რეგისტრაციის დაწყებამდე ვებგვერდზე გამოქვეყნდება.